გოდოს მოლოდინში ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება ერთმოქმედებიანი სპექტაკლის პრემიერა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე 7 და 8 ივლისს 19 საათზე გაიმართება. წარმოდგენა სამუელ ბეკეტის ამავე სახელწოდების პიესას ეყრდნობა, რომელიც აბსურდის თეატრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება. რეჟისორი გიორგი ჩანკვეტაძე ამბობს, რომ სპექტაკლის მთავარი იდეა მოლოდინისა და იმედის თემას უკავშირდება. მისი განმარტებით, გოდო იმ იმედის სიმბოლოა, რომელიც არ მოდის, თუმცა ადამიანები მის მოლოდინს მაინც არ წყვეტენ. სპექტაკლში მოვლენები ერთი შეხედვით უმოქმედოდ იწყება, თუმცა სწორედ მოლოდინის პროცესში იშლება პერსონაჟების შინაგანი სამყარო, მათი განცდები და ადამიანური ურთიერთობები. ეს არ არის ჩვეულებრივი პიესა, ეს არ არის პიესა მოსაყული პიესა, ეს არის ერთგვარი ხედვა, ერთგვარი მიმართულება აბსურდული თეატრის. რა თქმა უნდა, იმ აბსურდშიც ყველაფერი რეალურია. რეალური ურთიერთობებია ადამიანებს შორის. პიესა პრინციპში ჩვენ გადაწყვეტილი ვქაք მარტოობაზე, ადამიანის მარტოობაზე და ეს მარტოობა როგორ ივსება გარემოში, ბუნებაში. 4 ადამიანია სულ ჩართული ამ პიესაში, გოდოს მოლოდინში, ელოდებიან გოდოს და გოდო არ მოდის.